ერთი ცუდი ამბავი YouTube-დან SMS-ი მომივიდა გუშინ რომ მშვიდობისა ჩემო მეგობრებო როგორ ახართ გუშინ სხვათა შორის ვიდეოს რო ამონტაჟებდი როგორც იცით თავად ვარ ოპერატორი სცენარის ავტორი მუსიკის ავტორი ყველაფერი და ეხლა ყოველდღიურობაში ცოტა რთულია რაც ჩანაფიქრი გქონს განახორციელო მაგრამ რაღაცა მსუბუქად ვამონტაჟებ ხოლმე და ისი თქმა მინდა გუშინ ვიდეოს რო ამონტაჟებდი აღმოვაჩინე რომ 30-ე ეპიზოდი იყო ჩვენი ერთვიანი ჩელენჯის რაც იმას ნიშნავს რომ დღევანდელი ეპიზოდი ბოლოა ყოველდღიური ვლოგებისა, თუმცა პირობას გაძლევთ იმისა, რომ კვირაში 2 ვიდეო მაინც დაიდება და გაგრძელდება ამავდროულად გურული პოდკასტები ფერმიდან და ბევრი ძალიან საინტერესო და ისეთი სტუმარი იქნება, რომელსაც საზოგადოება ისე არ იცნობს და აუცილებლად უნდა იცნობდეს. უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, ვინც დასაწყისიდან ჩვენ გვერდით ხართ და იმათაც ვინც გზადაგზა შემოგვესტუმრეთ, ყველას უღრმესი მადლობა გვერდში დგომისთვის, მეგობრობისთვის. რჩევებისთვის და ხო ერთი ცუდი ამბავი YouTube-დან SMS-ი მომივიდა გუშინ რომ დღეს 1 აპრილია ერთი სიტყვით უღრმესი მადლობა ყველას არხის გამოწერა არ დაგვაწყლეთ ცოტა გვიკლია 1000 კაცზე და მე გული მიგზნოს რომ ჩქარჩქარა წავალთ ეხლა მივხედოთ საქმეს და მივხედოთ ჩქარჩქარას ეხლა ზუსტად ვიცი იმ კინოში ტომ ჰენკს რატომ უხარია ისე ცეცხლის დანთება. აი რა სალი არის, რა ვარ მივახმარე და როგორც იქნა დავანთე. იმიტომ რომ რამდენიმე დღიანი წვიმებია ხვალიდან და მე მინდა რომ ეს ტრაქტორს დავახმნევინო. ხელის ტრაქტორით როდის ვიზამ, ხელის ტრაქტორით მონაკოს დავახმნევინებ და ეს არ მინდოდა შეხვედრო და წვიმებს, იმიტომ რომ აი იქეთ რა წყლია ჯანდაბას იმათ იქ შიდა ტერიტორიაზე დავწავ და საყანეს ხელს არ შეუშლის და დღეს როგორც ხვდებით დამწველობითი სამუშაოები გვექნება დამწველობითი ხასიათის სამუშაოები გვექნება რაღაცნაირ უცნაურ შეგრძნება როცა სახში მივალ დღეს კი დავამონტაჟებ მაგრამ აი ვიდეოები რომ აღარ მექნება და სამონტაჟებელი როცა აი ყოველდღიურ რეჟიმში თორე ჩვენი პატარა გულშემატკივრიდან დაწყებული რო გვიყურებს ადამიანები და გველოდებიან ეგ იმდენად გავითავისე რომ აი თითქოს ზედმეტით 1-11 და რამოდენიმე მეტი ადამიანი დავდივარ და თითქოს რაღაცნაირ პასუხისმგებლობას გრძნობ მაგ ყველაფრის მიმართ რაც ბუნებრივია სასიამოვნო სიცხეში ცეცხლის დანთება არის ყველაზე გენიალური იდეა თუმცა ხშირად არ მივართოთ ხანდახან ესე მარტო რომ მუშაობდა ყველაფერი ერთად მაწვება ისეთ ჭკუაზე ვდგები რომ შეიძლება ერთი ტაილორ დერდენი ევიყვანო დამხმარეთ ფერმაზე რა სიტყვით თქვენ მე ვფიქრობ ეგეთი სანდოკასი საჭიროა კი ბატონო დედამიწა ყველასია და თავისუფალი სივრცეა მაგრამ ამათი წვალება რომ მევასება ისე მაინც არ მევასება არაფერი თან ყოფილიყო 64-ში რა უნდა და რასაც მახებდა საქმეს. ამიტომ არა და ხუმრობა იქეთ იყოს ჩვეულებრივი წყლის ანგარა. შხამი ამას არ არის და არაფერი, მაგრამ აი ესე სახუმარო და სათამაშოდ მაინც გამოვიყენოთ კაცო, ა? ჯიგარო. ჰეი, რომ გძინავს მანდ არ ხეინად. ქართველ აპა, ეხერზე არ გიდი ახლა ამას. ძილის პირველი. აი ღვიძე ბიჭო. ჰეი. მიყური ახლა რეგვენივით. როზე იქიდან მოუსვი ახლა შევირიშვილი. როზე მოუსვი ახლა იქიდან. ვირიშვილი მაიმუნი. მიყური ამა. ვინმეს რამე ვერსია თუ გაქვთ გამოუშვით, საიდან შეიძლება ამდენი შინდი იყოს სანაპიროზე იმის აუზის. აი გუში რაც მოვჭარეთ იქაც კიდე ნახევარზე მეტი შინდი იყო. აი ესენიც შინდია, ეს მწვანე ესე მიყვება და სულ 70% შინდია ალბათ და რა სხვა რამეა რა უბედურება. თუ სიტყვას ვაჭარბებ და უნამუსო ვიყო, ამათ მარვეციან თავისი დრო და თავისი ის
სახში მოსვლის ისე არავინ არ იცის. ციურამ მიხვდა რომ კარები ღია იყო და ეგრევე გამოალაჯა. მოდით ჩემო მეგობრებო. ის პატარა კაზიოლი დღეს ისი ჩვენი ვლოგები მთავრდება ციუ. თქვენი საჭმელი მზად მაქვს უკვე. დღეს ჩვენი ვლოგები მთავრდება. ხო რა, ას გავხართ. აი როგორი კრიმინალები ხართ სამივე, ნახე ცხვირპირი რას გიგოს. მოდი შენ. დღეს ჩვენი ვლოგები მთავრდება. მერე იშვიათად კვირაში ორჯერ გადაგიღებთ ხოლმე და დავდებ სიახლეებს და ბავშვების და იმის ამბებს ხო საერთოდ არავის არ გამოვაპარებ. მოდი მომიყევით სად იყავ. მოდი აქ ეს პატარა გაიჯერა სად იყავით თქვი. მინე პატარა ხბოა. პატარა ხბო. პაწე. მოდი ჩემთან, მოდი. მოდი აქ გოგო, მოდი აქ რაღაცას გეტყვი. თავისუფლება აქვთ. ეს პატარა ხბო. ხო და იმას ვამბობდი რომ თუ სიტყვას ვამეტებ და უნამოსო იყოს. ზეპირად იციან სახში როდის უნდა მოვიდა. ერთი სიტყვაც კი არ დამეძრავს. აჰა, წავიდა იმას თავისი საჭმელი უნდა. ეგ განსხვავებაა, კიდევ ერთი. არანაირი ზედმეტი იმას არ უნდა. აი ეს რომ მოივლის და დედამიწას, ის რომ მოივლის და დედამიწას, არა, იმან ზუსტად იცის რომ შია, როცა შია, უწყინარია, ზაბორს ეს არ აფუჭებს, სადღაც ეს არ დახტის. ზედმეტს არაფერი, უბრალოდ პრობლემა აქვს, ყოველთვის საჭმელთან დაკავშირებით. იმას შეუძლია მოიაროს საადამო დელო ქუჩაში გავიდეს. ეგაა ქართული მის თვისება. მაგრამ ესენი რა კარგად დავაწყვილე. ბავშვები იქნება ჭრელაჭრულები. შემდეგში თორე ახლა გამოვეცავგრე მან. რახან ეს დავწვი დღეს. აქაც იქაც რო ერთი დიდი ჯოის იყო ძველი გამხმარები ისიც მივაწვი და აი მათი გადანაჭრელები რაც იყო ეგეც ერთი სიტყვით გულს არ მაკლია. თქვენ აქვე პატარა რჩევა მნიშვნელობა აქვს სადაც არ უნდა იყოთ. თუ ესე ტერიტორიაზე არ ხართ და იქედან წყალი არ გაქვთ და აქედან მწვანე ბალახი და სველი მიწა რომ გავრცელების არეალი ანუ თითქმის ნულის ტოლფასი იყო, სხვა დანარჩენ შემთხვევაში წყალი უნდა დაასხათ და ისე არ დატოვოთ არც ტყეში, არც ქუჩაში და არც არსად. ხო, თითქოს ისეთი არაფერი, მაგრამ ამ კვალზე გადახტომამდე იმათ თრევამ დამღალა, მერე სიცხემ. ისინი როგორ მღვიპარეს, როგორ მოცუნცულდნენ თავისით ხომ ნახეთ. ერთი აქაა კიდე. ერთი ყანის ბოლოშია. იქ რაც გამოჭერით ისინი მთლიანად და ერთი კიდე იქეთ თავშია დასაწვავი. ხო, ამას აქ მინდა რომ აი ასე ხო გამოყვება რაღაცა ბოსტნეული და სხვა რაღაცები. აქვე მინდა სურვილი მაქვს და ფინანსური შესაძლებლობა თუ გამოვნახე ამ ტერიტორიაზე სადაც ყანაა მინდა რომ გავაკეთო სათბური, სადაც ექნება ყვავილები. და ერთი ლამაზი ყვავილების ბაღი მინდა დავარქვა. კოსიას ბაღი ერქვევა. თუ რატომ კოსია მაგას ცალკე ისტორია აქვს და ოდესღაც მოყვები ალბათ. და კოსიას ბაღი მინდა რომ გავაკეთო, სადაც ძალიან ლამაზი ყვავილები იქნება, რომელთა გაზიარებასაც სხვისთვის შევძლებ და არა მგონია ესეთი მებაღე ვიყო, რომ ჩემთან დასაქმებულს ან ვინმეს მყოფს შეურაცხყოფა მივაყენო. არც არანაირი სახით. მიუხედავად იმისა, რომ ფიცხი ადამიანი ვარ, სხვასთან დამოკიდებულებაში და უცხოსთან მით უმეტეს არ უნდა ჩანდეს. და მე არანაირი გამართლება არ აქვს, ვინ იჭიერი იქნება და ვინ უნიჭო. თან ეს ყანა ნახეთ, ხე გაჩვენებთ. ხო, თუ ვინმეს გქონიათ მსგავსი გამოცდილებები, ყვავილების, სათბურების ან ისე სათბურების გამიზიარეთ. აი, დაახლოებით 2500 კვადრატია ახლა ეს საყანე ფართობი, რომელსაც თლიანად სათბურს, ბოსტნეულს და ბაღებს და ასეთ ლამაზ რაღაცებს დაუთმობ და ამ თხილებსაც მოუთხრი და ტყემლები და ალუჩები მინდა რომ დავრგო, რითაც შემდეგში უშაქრო ხილის არახს გამოხვდი. და რა მხოლოდ არახს, ტყემალი მექნება ჩემი და კარტოფილი მექნება ჩემი სტუმრისთვის. ეხლა გადავა ჭიშკას დავკეტავ და გავაგრძელოთ. ხო და
დღეს მელაგუდუნა არ გამოჩენილა, უბრალოდ მანქანით გამოვიარე და არ მინახავს. ეხლა რო გავივლი აუცილებლად ვნახავ და თქვენს გაჩვენებთ მაგ კადრებს. ის ფისოც როგორც აღმოჩნდა ორსულად ყოფილა. მაგასაც და თუ ინებებენ რა თქმა უნდა მაგასაც და იმასაც რა ქვია ჯონზის კუკლასაც მის და თუ ზმა რა ვიცი ვერ გავარკვიე აუცილებლად წამოვიყვან. იმედია ხმა კარგად ისმის ქარია. და რისი თქმა მინდა ქვეყანაში სადაც ადამიანებს ძაღლებივით ექცევიან ცოტა რთულია იმაზე ისაუბრო თუ როგორ ექცევიან თვითონ ძაღლებს. მაგრამ როდესაც ხელს ვიშვერთ იმისკენ რომ აი რამდენი ძაღლია, რამდენი უპატრონო ძაღლია, საიდან ანუ როგორ ხდება ძაღლების გამრავლება ან ქუჩაში გამოგდება. მე მინახავს ძაღლი რომელიც გამოაგდნენ იმის გამო რამდენიმე თვის ლეკვი, ესო სვრისო ტერიტორიასო და მეთქი ასწავლეთ სად რა უნდა ქნას და არა უკაცო აბა თუ ასწავლეო და მე მინახავს აი ამ ტერიტორიებზე ტყეში წამოყვანილი ძაღლი სანადიროთ რომელმაც არ შეუსრულა თავის პატრონს სურვილი და დატოვა პატრონმა აქ. ხო და აი თუნდაც მელაგუდუნას მაგალითი რო ავიღოთ. მელაგუდუნა უპატრონო ძაღლი კი არ იყო. თავისმა ანუ იქვე ცხოვრობდა თავის პატრონმა გაყიდა ეს სახკარი სადაც ცხოვრობდა თუ დაიშალა თუ რაღაცა რა მნიშვნელობა აქვს სხვაგან გადავიდა და დატოვა მელაგუდუნა ქუჩაში. იჯდა თავისთვის მოწყენილი სხვადასხვა ეხა სადაც იმ ტერიტორიაზე კი არა გარეთ შევამჩნიე ერთჯერ ორჯერ ისეთი თვალებით იჯდა რომ მე დავმეგობრდით მე და მელაგუდუნა. ახლა ანუ ეხა მე რომ მეუბნებიან რომ დაიტოვე სახში მყავს ორი ძაღლი. რომ ერთი ქუჩიდან აყვანილი, მეორე ჩემი ხელით გაზდილი ვინაც შემაყვარა მთელი რა ვიცი საცხოველეთი. მაგრამ ცოტა რთული დამოკიდებულება აქვს სხვა ძაღლების მიმართ, განსაკუთრებით იმას სხვათა შორის ვინც ქუჩიდან ავიყვანე. იმიტომ რომ ამასინათ პატარა ლეკვი მივიყვანე და დაჭამა. ხო და არ მინდა რომ დაჭამონ და რაღაცა მე მეორე თავისუფლების მოყვარული კაცია. მომყვება კარგად ისეთ ფერმაზე მიდის ისევე უკან რომ მოვიყვან აქ ხო არ დავაბავ. რო დავაბა და ღამე დაბმული დავტოვო არის იმის საშიშროება რომ გლებმა და ტურამ გამოვიაროს და რაღაცა დაუშავონ. მით უმეტეს მაგას მე საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ და იმის თქმა მინდა რომ ხშირად ძაღლები ქუჩაში კატები რა ვიცი ენოტები რა მნიშვნელობა აქვს რაღაცეები იმის გამო ხვდებიან რომ ჩვენ ნაკლებად პასუხისმგებლობით ვეკიდებით რაღაცეებს. მე მინახავს როგორ მოუყვანეს ბავშვს ლაბრადორი მე ბავშვმა ერთ-ორ წელიწადში მოიბეზრა ეს სათამაშო და გადააგდეს ქუჩაში. აი ეგ დროზე მინდა რომ ის პატრონი გადავაგდო იმის მაგივრად და იწოციალოს და ჭამოს და ეძინოს ქუჩაში. მით უმეტეს როგორ შეიძლება რაღაცის მოკლა ძაღლის მით უმეტეს ყველა მიცის ჩემ უბანში და ჩემ უბნის გარეთ რომ რომელიმე ძაღლს ხელი რო დაედოს რომელიც ჩემთან მეგობრობს იციან რომ ადამიანთან ჩემ და სამწუხაროდ არ მაქვს ისეთი კეთილი დამოკიდებულება ადამიანებთან როგორც ცხოველებთან. შესაბამისად ყველა ერიდება მაგ ამბავს. თან სხვათა შორის რაღაცა ძაღლების მოყვარული უბანი მაქვს ასე რომ პირიქით. ეგეთი სიტუაციები არ შემხვედრია და ერთი სიტყვით იმის თქმა მინდა რომ ხანდახან ცოტას მეც რო ვფიქრობდეთ ადამიანები შეიძლება არც ცხოველებს და არც ერთმანეთს აღარ ვატკინოთ გული. ბავშვობიდან უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ურთიერთობა, სიყვარული, პატივისცემა, რაც მთავარია ცხოველისადმი და ის რომ ცხოველი სათამაშო არაა და ის რომ ცხოველი მტერი არაა და ის რომ მაგალითად ის ძაღლი რამ გააბოროტა, ხა ის ძაღლი მე 9 წლიანმა, 9 წელმა და რაღაცეებმა ხო არ გააბოროტა. შესაბამისად კივილმა გააბოროტა და ერთი სიტყვით ხშირად დავფიქრეთ ჩვენს ქმედებაზე. სიტყვებს არ ვფიქრდებით, გასაგებია ფიცხი ხალხი ვართ ქართველები და ხანდახან სიფიცხით მოგდის ხოლმე, მაგრამ ქმედებაზე მაინც დავფიქრდით. განსაკუთრებით ისეთ რაღაცეებთან რომლებსაც ბოდიშს ვერ მოუხდით. თუმცა მე მაინც გული მტკივა იმაზე, რომ ქვეყანაში სადაც ადამიანებს ძაღლებივით ექცევიან, არ აინტერესებს მათი უფლებები, სამუშაო არც ისი, არც ასე, ამაზე არავინ არ საუბრობს. არავინ არ საუბრობს მაღაროელებზე, არავინ არ საუბრობს ბანკებზე, სადაც 50%-იანი სესხი გვაქვს. არავინ არ საუბრობს Liberty Bank-ზე, რომელიცაც აი მქონდა შემთხვევა, როდესაც ბებიაჩემმა პენსია გამოიტანა 4 წლის და 1300 ლარი მოვიდა, როცა თვეში 240 ლარი თუ რაღაცა იყო, ანუ ნახევრის ნახევარი.
მე რო გადაგინაწეროთ ერთი სიტყვით. არავინ არ საუბრობს მაგაზე. არავინ არ საუბრობს იმაზე, რომ აზარტული თამაშები ჭამს ქვეყანას და ყოველი მეორე ადამიანი მნიშვნელობა არ აქვს სქესისა თუ სიტუაციისა აზარტული თამაშებით და დაკავებული და გონია რომ ცხოვრებას ამით აიწყობს. ერთი სიტყვით, რაც მეტად ვისაუბრებთ, გვერდში დაუდგებით და ერთმანეთის თანადგომას გამოვხატავთ რაღაცეებისადმი, ჩემი აზრით, უკეთესად ვიქნებით. თუ წინ ვერ წავალთ, უკეთესად ვიქნებით და უკეთესი ადამიანები ვიქნებით. წავედი ახლა მე სახლისკენ, დღევანდელი 31 დღის ვლოგი ჯერ არ დასრულდება, რადგანაც ხალბატონ ზონძის კუკლასაც და მორსულ ხალბატონსაც ვაჭმევ სპეციალურად კატის საჭმელი წამოვიღე. მე მელაკუდუნასაც მოვეფერები და საბოლოოდ მან დამთავრდება დღევანდელი დღის ვიდეო. მაპატიეთ რომ რაღაცა გამიგზელდა, მაგრამ მიხარია რომ თქვენთან ამისაბური საშუალება მაქვს. გოგო ხარ თუ ბიჭო, რამდენი ხანი არ მინახი ხარ? 1-3 დღეა, 4. ის მეორე ორსული ხალბატონი სადაა? მოდი გოგო თუ ბიჭო, რა ვიცი, მოდი. ხო ის მეორე სადაა? ორსული დღეს ჩემთან არ ყოფილა. ხო არ უმშობი არია იმას, რა შვები ბიჭო, ხო ქსია მაგრად, ვაიმე მოგი. მეორე სადაა ის ორსული? არ ჩემთან არ ყოფილა დღეს. შემართლა ზონზის კუკლაში. დავჯექი ამასობაში. ფეხზე ვეღარ დავდექი. გავაგზავნოთ გზა ჩვენც. მელაკუდუნასკენ. ფეხსაცმელების ხმისთვის ბოდიში მომითხოვე. აჰა, კუდი. გაიმზადა. დაანონდილოს მე ვარ თუ არა. კუდუნატორი! კუდუნსიო! ურა ვერი ტატებით მოდის როსტანახი. ეშო ბიძმაკაცო. ეგოლა გამარჯობ. და ბურდღული ხარ, ბუჯორა ბურდღული ხარ, ბუჯო. საჭმელი წამოგიღიცი? ბურდღული ხარ, ბიჭო. ხო, ჩემთელო. ოპა. რასუნი გაქრა დასაბანი ხარ. ოპ. კაი, დაემშვიდობე მაყურებელს. დაემშვიდობე მაყურებელს. და მე მოგხედავ. ვლოგები მთავრდება დღეს და შენ ამბებს ყველა დღე მარტო სტორიებში და ესე თუ ნახავენ. დაუხნიე თავი ბიჭო.